ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა გვეყო თავზე ნაცრის ხრა ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძესაც კი არ დასიზმრებია აცხადებს მიხეილ სააკაშვილი მის განცხადება სულ ცოტა ხანში ვცლად შემოგთავაზებთ მანამდე კი ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალებს 27 მანდატი და პატრიოტებს 6 დღეს დილით საქართველოს ახალ პოლიტიკურ რეალობაში გაიღვიძა ხელისუფლება ხალხის პირისპირ სრული უმრავლესობით და საკონსტიტუციო კარტ ბლანში წამზომი რომელიც მას დღეიდან უკვე ჩართული აქვს აქამდე ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ქონია დღეიდან ყველაფერზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება ხდება ქვეყანაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ხალხის პრობლემებზე გაჭირვების და უმუშევრობის მოგვარებაზე ადამიანის უფლებებზე სიტყვის თავისუფლებაზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე სამართლიანობაზე ქვეყნის საგარეო კურსზე თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს ეს ინფორმაცია დღეს 12 საათზე 20:30-მა გაავრცელა რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში დღის ამბებს სწორედ 20:30-ის მიერ პარლამენტის სპიკერად დასახელებული ირაკლი კობახიძე გახსნის ქართულმა ოცნებამ მეორე ტური პირწმინდად მოიგო ერთადერთი ოლქი სადაც ოცნების კანდიდატი დამარცხდა ხაშური აღმოჩნდა ვალერი გელაშვილი მრეწველმა სიმონ ნოზაძემ დაამარცხა დიდი უპირატესობით დღის ამბებში ცოტა ხანში ხაშურის გამარჯვებული დეპუტატი მეორე ოლქი სადაც ოფიციალურად ოცნების კანდიდატს არ გაუმარჯვია მთაწმინდა თუმცა ოცნება სალომე ზურაბიშვილს ღიად უჭერდა მხარს და არც მის წინააღმდეგ დაუყენებია კანდიდატი ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკური სივრცე თითქმის მთლიანად მოასუფთავა ყოფილი პარტნიორი ლიდერებიდან ზოგი სახში გაუშვა ზოგიც გაურკვევლობაში ზოგი კი ჯერ გაურკვევლ პოლიტიკურ თამაში შუა გაიწმინდა 2011 წლის 21 ოქტომბერს ზუსტად 5 წლის წინ მან ჟურნალისტ ია ანთაძესთან ინტერვიუში ასეთი პირობა დადო ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე შუა უნდა გაიკრიფოს იმიტომ რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება მოგწონს სააკაშვილი ღმერთმა მოგახმაროს დაუჭირე მხარი ოღონ ნუ თამაშობ რომ თითქოს არც იქით ხარ და არც აქეთ ეს არის ორ პირობა და თუ ორ პირობა დარჩა შუაში ამას ვერ შევეგუები რადგან თუ შევეგუე მეც ისევე ჩავიძინები როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძინენ ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს ჩემთვის პრინციპულია რომ მოხდეს პოლარიზება ისეთი პოლარიზება კი არა რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს არამედ ის რომ ხალხს კონდეს შავის და თეთრის გარჩევის საშუალება ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებიდან ზუსტად 5 წლის თავზე ალასანია პოლიტიკიდან წავიდა უსუფაშვილი და ხიდაშელი პარტიიდან შუა სისტე ოპოზიციონერები კი გაურკვევლობაში ამომრჩევა ზუსტად 5 წლის თავზე შავის და თეთრის მოტივებზე აგებული წინა საარჩევნო კამპანია შესთავაზა ოცნებამ და საკონსტიტუციო უმრავლესობაც მოიპოვა რა მოხდება უკვე დღეიდან დღის წესრიგი იცვლება ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს რომ მომავალ პრეზიდენტად ოცნება ალბათ კახი კალაძეს დააყენებს პარლამენტის თავმჯდომარედ კი ირაკლი კობახიძე შეგახსენებთ დღეს 12 საათზე 20:30-მა რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს დადო ასეთი ინფორმაცია გაავრცელა რომ პარლამენტის თავმჯდომარის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ირაკლი კობახიძე იქნება ნაციონალური მოძრაობა რომელიც ხელისუფლების გარდაუვალ შეცვლაზე აკეთებდა განცხადებებს პარლამენტში მხოლოდ 27 კაცით შევიდა და ცოტა ხნის წინ როგორც გითხარით მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება გავრცელდა Facebook-ზე, სადაც იგი წერს, რომ გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ის ვარაუდობდა და ყველას აფრთხილებდა ტოტალური გაყალბებით უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში ივანიშვილმა ფულიც კი აღარ დახარჯა კარუსელების ტრიალზეც და მით უმეტეს უბრალოდ დახატა ციფრები. ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც კი დასიზმრებია. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს აქტივისტებს, ვინც მხარი დაგვიჭირა. ჩვენ უნდა გავმართოთ ღია დისკუსია არა იმაზე თუ როგორ წავაგეთ არჩევნები არამედ იმაზე თუ როგორ ვერ აღვუდექით წინ ივანიშვილის მიერ არჩევნების ინსტიტუტის გაუქმებას მე ხელისუფლებამ მშვიდობიანად გადავაბარე 2012 წელს გადავაბარე ადამიანს რომელიც თავიდანვე ნათელი იყო რომ არჩევნები წასვლას არაპირებს და
მაინც გადავაბარე, იმიტომ რომ ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. ივანიშვილს მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ჩვენი როგორც პოლიტიკოსების ფუნქციაა ხელი შეუწყოთ ჩვენი ხალხის ნების აღსრულებას მშვიდობიანი და საქართველოსთვის მინიმალური დანაკარგების გზით. 2003 წელს ჩვენ ვემზადებოდით ხელისუფლების მიერ მასობრივი გაყალბებისთვის და ამიტომ შევძელით მობილიზება. ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზება. გვეყო თავზე ნაცრისყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო. ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში და ზუსტად 1 საათში, ზუსტად 3 საათზე უფრო სწორედ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ემზადება საგანგებო პრესკონფერენციისთვის, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ბევრი მხარდამჭერი უკვე ღია წერს, რომ პარტიამ შეცდომა დაუშვა, როცა ბოიკოტი არ გამოაცხადა. მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვომა წარმატებული მოღვაწეობა. მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა ამავე დროს მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას იყო ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. თქვა დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელთან დაკავშირებითაც სხვათა შორის ბოლო დღეებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მიდის მუშაობა სწორედ მის გარშემო დაიწყოს ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს უკვე სხვა გადაცემის თემა. მაშასე დღეიდან ქვეყანამ ახალ რეალობაში გაიღვიძა. დღეიდან უკვე ხელისუფლება დადგა სრული საკონსტიტუციო უმრავლესობით ხალხის პირისპირ. ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო და რასაპირებს უკვე 4 წლით ხელისუფლებაში მოსული გუნდი. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარის ყველაზე რეალური კანდიდატურა ირაკლი კობახიძე ხსნის